ღორის გრიპის გავრცელებასთან ერთად აქტუალური თემა გახდა მისი საწინააღმდეგო საშუალებები და მათ შორის ტამიფლუ. ტამიფლუ ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ეფექტური საშუალებაა ღორის გრიპთან საბრძოლველად და ამიტომაც მასზე მოთხოვნა დიდია, თუმცა მისი შეძენა კი საკმაოდ რთული. თუ კი ორსულობსა და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის ეს პრეპარატი უფასო და ხელმისაწვდომია, საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის ეს როგორც ჩანს არც თუ ისე ადვილია. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მეგატივი შეეცადა ფარული ჩანაწერების მეშვეობით დაედგინა, იშოვება თუ არა ქუთაისის სააფთიაქო ქსელში ტამიფლუ და რამდენად ხელმისაწვდომია იგი. ანუ ქუთაისში აღარ არის ტამიფლუ? აჰა, კარგი, დიდი მადლობა. ტამიფლუ თუ გაქვთ? და არც ერთ ფილიალი შენ არის ფარმაცევტი. არსებს ტამიფლუ თუ გაქვთ? არა ხო? და ესე რა ქვია, არც გქონიათ, ანუ ამოიწურა მარაგი? არა, მქონია მე ტამიფლუ. მეგატივი ასევე დაინტერესდა თუ რა ინფორმაციას ფლობენ ქუთაისლები პრეპარატ ტამიფლუსა და მისი დანიშნულების შესახებ. როგორც გამოკითხვიდან გახდა ნათელი, საზოგადოებაში ცნობადობა დაბალია. მეგატივის მიერ ჩაწერილ ქუთაისელთა უმეტესობას ინფორმაცია ტამიფლუს შესახებ არ აქვს. არა, არაფერი არ გამიგია. ერთ-ერთ საწინააღმდეგო წამალზე ტამიფლუსი ისმენია. არა. რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ხელმისაწვდომია. ხო და ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა აფთიაქებში 100 ლარამდე მერყეობს და 90 ლარა. 90 ლარამდე შეიძლება სრულ კურსია ლაპარაკი. ხა, მაგრამ არა. იხიდება როგორ არა აფთიაქებში და გარკვეული ფენებისთვის, სოციალური ფენებისთვის, ასევე დიაბეტით დაავადებულებისთვის, ორსულებისთვის უფასო არის. არ მსმენია, მე ხო არც ისე ბავშვი ვარ, 55 წლისა ვარ, მაგრამ რასაც ამბობენ, მე ვფიქრობ, მუსულმანები შემოესია მასიურად საქართველოს და მათ არ მოწონთ ღორის ხორცი და ეს არის ჭორი აგორებული ერთგვარი, რომ ვითომ ღორის გრიპი და არიქა ხალხი შეაშინონ, პანიკაში ჩააგდონ და არ შეჭამონ ღორის ხორცი. მე დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ეს ნამდვილად ასე არ არის. გრიპები, ჩვეულებრივი გრიპები არსებობდა ყოველთვის და იყო და იქნება ყოველთვის, ხო? ღორის გრიპი არ არსებობს და ღორის გრიპი არ არსებობს. ეს არის პროსტო ცრუ ინფორმაცია, რომ ვიღაცამ რაღაცა ფული იშოვოს და ხალხი შეიყვანოს შეცდომაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის გავრცელება ამ დროისთვის საშუალო დონეზეა. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართონ. მწვავე რესპირატორული ინფექციით უკვე 12 ადამიანია გარდაცვლილი. მარიამ შარიშენიძე, გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისთვის.